დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ უყურებთ კურიერს 9 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. პროკურატურაში დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაიბარეს, თუმცა ისინი დაკითხვას სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ. საკუთარი პოზიცია მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზეა აღწრული, რის გამოც ფონდებს და NGO-ებს ჯამში 12 იურიდიულ პირს საფინანსო ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალათ. საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა ვალდებულია, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ NGO-ები იყვნენ პირდაპირ ჩართული ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და შემდეგ აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამაც USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში ისინი იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ხვალიდან სუსს ახალი უფროსი ეყოლება სახელმწიფო უსაფრთხოებას მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს. დღეს პარლამენტი ცნობად მიიღებს ანრი ოხანაშვილის პოსტიდან გადადგომას. შემდეგ მამუკა მდინარაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარსდგება საკითხს. კენჭს კოლეგები უკვე პლენარულ სხდომას ეუყრიან. ამით მამუკა მდინარაძე 17 სტრუქტურულ ერთეულს იბარებს. ის კონსტიტუციური წყობილების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებელი პირი ხდება. მის დაქვემდებარებაში შედის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური, კონტრდაზვერვა და კორუფციასთან ბრძოლა. როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება, აღსრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის და ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოება აკვირდებოდა, რომ ძალიან აქტიური იყო და რა თქმა უნდა ახალი ხელმძღვანელი ზუსტად რა თქმა უნდა ამას გააგრძელებს. იმ მნიშვნელოვანი იყო შერჩეული იყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს, მსოფლიოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, ამ ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებდა და შესაბამისად მთავრობა იცით, რომ წარმოადგენს ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. ეს რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნება პარლამენტისთვის, ის ცოდნა გამოცდილება საპარლამენტო ცხოვრების მათ შორის, რომელიც მას აქვს, როგორც გუნდისთვის, ისე მთლიან პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა რა თქმა უნდა ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების მიმართულებით და რეგიონს, საჭირო იყო, რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნით და კვალიფიკაციით, ისე მათ შორის პოლიტიკური ალღოთიც შეძლებდა ამ ტვირთის აწევას. დღეს პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშზე იმსჯელებს. დეტალური საუბარი შეეხება იმ დანაშაულებებს, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა. საკითხს აფასებენ ოპოზიციაში, მათ თითქმით კომისიის გადაწყვეტილება შედეგს ვერ მოახდენს მათ ქმედებებზე. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს დასკვნა იქნება ისტორიული და ამავდროულად სამართლიანი. კომისია მუშაობდა არა არგუმენტებით, ან სამართლებრივი გამოძიებით, ხო? ის მუშაობდა პოლიტიკური ანგარიშწორებისათვის, შურისძიებისათვის. ამიტომ რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამ კომისიამ, მას სამართლებრივი ძალა სინამდვილეში არ იქნება. არალეგიტიმური კომისიის წევრების გადაწყვეტილება არანაირი შედეგს არ მოახდენს ჩვენს ბრძოლაზე. დარწმუნებული ვარ, აქ არის საკმარისი მეტი მასალები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მომავალში სამომავლოდ აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ გაცილებით უკეთესი ქართული პოლიტიკური სპექტრი გვეყოლებოდა. ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა იქნება ისტორიული და მეორეს მხრივ სამართლებრივად ძალიან მაღალი ხარისხის. გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას. შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე კურიერმა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რასაც პარტიაში არ ადასტურებდნენ. ფაქტ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური, რომელმაც რუსთავიორის მისამართით კრიტიკული შეფასება დაწერა. მას შემდეგ კი, რაც გახარიამ თავად დაადასტურა კურიერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პარტიაში შეფასება არ გაკეთებულა. გიორგი გახარიას შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ გახარია საქართველოში დაბრუნების ეშინია.
ეშენია თან რის ეშენია მე არც ვიცი სამართლებრივად მე როგორც იურისტმა შემიძლია ვიმშოლო მას არ უწევდა წინასწარი პატიმრობა იმ ბრალიდან გამომდინარე იმ საქმიდან გამომდინარე რომელიც არის ახსული როგორც იურისტი ვამბობ ამას მაგრამ მაინც შეეშინდა ნუ არ ვიცი შეიძლება არა იურისტობას დააბრალოს შეეშინდა და გაიქცა ქვეყნიდან ნუ ასევე დაემალა იმ რთულ პროცესებს რომლებშიც არის შესული რადიკალური ოპოზიცია თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა დღეს საკუთარი კანდიდატიც ვერ დააყენა ისმა პარტიამ რეალურად ხაზარაძემ და გახარიამ დააყენეს კანდიდატად ლელოს ერთ-ერთი თანამშრომელი ხო ნუ საოცარი მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ამასაც გაერიდა ალბათ ბატონი გახარია რომელსაც გარიდება ზოგადად ჩვევია კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილი, სადაც ხაზგასმულია საქართველოსა და შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ოპოზიციურ სპექტრში წერილს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს არ აქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი. ქართულ ოცნებაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე არანაირი სურვილი არ აქვთ ამ რეჟიმის პირობებში სტრატეგიულად ითანამშრომლოს საქართველოსთან. მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები ძალიან დიდი წარმატებით მიდიან წინ, ძალიან კარგად ხედავთ, როგორ მასპინძლობს პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს ორივე მეზობელს. სამწუხაროდ თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სხვადასხვა პირების მხრიდან მასობრივად იყო შეტევები ქართველ პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო წარმომადგენლებზე, რა თქმა უნდა, ეს წერილი და ამ წერილის სულისკვეთება გამოხატავს ჩვენს სურვილს, რომ დავასტაბილუროთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამავე დროს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა გაუმჯობესდეს და აღდგეს იმგვარად, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს. უკრაინაში ომი გრძელდება ქალაქ ბილაცერკავზე. რუსეთის თავდაცვის ძალების მიერ მიტანი იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა არიან დაშავებულებიც. ხანძარი იყო სუმისა და ოდესის ოლქებში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი. ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსეთისგან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასა და სამწლიანი სამხედრო ესკალაციის შეჩერებას მოითხოვენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ინდივიდუალურად ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 98 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 404, მათ შორის 9 პირის გარდაცვალების მიზეზი შიმშილია. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. როიტერის ინფორმაციით 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორზე სულ 63,557 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 160,660 მშვიდობიანი მოქალაქე. სერბეთში რიგარეში არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ბელგრადში ძველი რკინიგზის სადგურის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა კორუფცია, ხოლო ერთადერთი გამოსავალი რიგარეში არჩევნებია. ქუჩის აქციებია რამდენიმე ქალაქში. რიგარეში არჩევნებს დემონსტრანტები უკვე 10 თვეა ითხოვენ. და ისევ საქართველოს ქართული ოცნება წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს რუსთავში. ნილ ლაცაბიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 21 და მე-12 მიკრორაიონების მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის დელეგატი და ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარმომადგენლები. რომელიც გააგრძელებს ჩვენი ქალაქის განვითარებას. საუბრობთ გამოწვევებზეც, თითოეულ ქუჩას და უბანს კიდევ მეტი პროექტი სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს განვითარებული, იყოს ბევრად უფრო თანამედროვე და უსაფრთხო თითოეული რუსთაველისთვის. საუბრობთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად რუსთავის საკრებულოში მოსახლეობის ჩართულობით განვახორციელებთ. დავიწყეთ აქტიური წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან
მრავალი ხელშესახებითი პროექტი განვახორციელეთ ჩვენ ადმინისტრაციული ერთეულში, სადაც წარმოდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ მრავალი პროექტი გვაქვს ქალაქის მასშტაბით გასახორციელებელი და ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში. მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ვაცნობთ მოსახლეობას დაგეგმილი მომდევნო 4 წლის მანძილზე თუ რა აქვს ჩვენს გუნდს დაგეგმილი. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა ამოქმედდა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობაზე მასში ჩართვის პროცედურებსა და განხორციელების მექანიზმებზე ისაუბრა. ვიწყებთ ართრიტის დაფინანსებას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად მიიღო ქალაქ თბილისის მერმა. ერთი ადამიანის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სერვისის მიწოდება დაახლოებით 25,000 ლარის ოდენობით ჩდება. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან გახლავთ დაკავშირებული და ამ ნაწილში სახელმწიფოს მხარდაჭერა პაციენტებისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით გიბრუნდებით 10-ზე.